დანაშაულის კონტროლის ინდექსი საქართველოს პროგრეს ევროკომისია კიდევ ერთ კვლევაში აღიარებს. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზეა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და ასევე ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ. მარიამ ბულღაძის რეპორტაჟი. სახელმწიფო უწყებების მკაცრმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ კრიმინალთან ბრძოლაში მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ევროკომისიის კვლევით დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 20-ულშია. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილი დაიკავა. შედეგით საქართველოს უსწრებს დიდი 7-ეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, ირლანდიას, ნიდერლანდებს, ჩეხეთს, ლატვიას, ლიეტუვას, უნგრეთს, ბელგიას, თურქეთსა და საბერძნეთს. დანაშაულის წინააღმდეგ გამკაცრებული მიდგომების შემდეგ მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს საქართველოს შედეგი უფრო მეტად გაუმჯობესდება. ეს კვლევა არის ჩატარებული იქამდე, ვიდრე ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავუმკაცრებდით კანონის ახსულებას. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლის რეიტინგი იქნება კიდევ უფრო უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ, იქნება ეს კორუფციული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული თუ მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად ახსულებას. ევროკომისიის კვლევაში შეისწავლეს ქვეყანაში კრიმინალური დანაშაულის გავრცელების დონე და ადამიანების აღქმა უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ. საქართველოს მსგავსი პოზიციონირება სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულად მუშაობის შედეგია. კრიმინალის წინააღმდეგ სახელმწიფოს პასუხი მკაცრია. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დანაშაული რეაგირების გარეშე არ რჩება. ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ისე როგორც საგამოძიებო სისტემაში დანერგილი ახალი პრაქტიკები, რამაც უფრო ეფექტიანი გახდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არის სწორედ შედეგი იმ მიღწევისა, რაც რეიტინგში მოწინავე ადგილის სახით საქართველოს მიიღო. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ფაქტი საპარლამენტო უმრავლესობისთვის იმის მორიგი დადასტურებაა, რომ კონკრეტული ევრობიუროკრატებისა და ლობისტების განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და ქვეყნების საერთო პოზიციას არ წარმოადგენს. ცალკეული ევრობიუროკრატების გამონათქვამები და სიძულვილის ახალისება, რასაც ხედავთ ხოლმე, რა თქმა უნდა, სინამდვილეში აჩვენებს, რომ ეს ადამიანები ემსახურებიან არც ევროპულ ღირებულებებს, არც საერთოდ ღირებულებებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შავბნელი ინტერესების მქონე ადამიანთა თუ ორგანიზაციათა ჯგუფებს. საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ სერიოზული გვაქვს დანაშაულთან საბრძოლველად. და მუდმივად სწავლობთ და პულზე ხელი გვიდევს, რომ თუ რამე თეთრი ლაქა გამოჩნდა ჩვენს კანონმდებლობაში, რომელიც ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლას, ის შევავსოთ და თქვათ გავაუმჯობესოთ. ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა და გამკაცრებული კანონების საშუალებას იძლევა ქვეყანაში რეალურად შემცირდეს დანაშაულის დონე. მიღწეული შედეგი კი საერთაშორისო დონეზე საქართველოს სანდო და ეფექტიან პარტნიორად აყალიბებს.